გამარჯობა, ვაგრძელებთ After Effects-ის შესწავლას სრული ძალებით. წინაზე გავჩერდით ხელნაკეთ ფიგურებზე. რას ნიშნავს ეგ? ანუ ხელით შეგვიძლია რაღაცების დახატვა. სამკუთხედი, ოთხკუთხედი, არ ვიცი ეს რა არის და ასე შემდეგ. დღეს უნდა ვიჩალჩოთ ესეთი რაღაც. რა უნდა ვიჩალჩოთ და მოვიწყდა. მოკლედ დღეს შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ, ან სამკუთხედს რაღაცები უნდა გავაკეთებინოთ და როგორ ხდება ეგ მაგალითად. პირველ რიგში ეს ორი უაზრობა უნდა წავშალოთ. ლოგიკურად პირველი ალბათ სამკუთხედი იყო და მეორე და მესამე ეს რაღაცეები. ხო, ძალიან კაი, აღარ არის ესენი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. სანავშოლოდ გადავალთ პატარა ანიმაციაზე, რომელსაც ამ სამკუთხედს დავადებთ. ჯერ მარცხენა ქვედა კუთხეში შემივაქციოთ ყურადღება, შევხედოთ ეს რაღაცას, რაც ნიშნავს აი ესეთი რაღაცები, რაც ქვევით წერია. მაგალითად transform. Fill არის რაზეც ვისაუბრეთ, არ გვაინტერესებს ჯერ ეს. ფერები ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი არის სამკუთხედი. Transform-ი რომ ჩამოვშალოთ, აქ გამოისახება ძალიან საინტერესო პარამეტრები მეგობრებო. რაში მდგომარეობს ეს პარამეტრები? ახლა მივყვეთ სათითაოდ, რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და თუ რამე დაგჭირდა, სად უნდა ვეძებოთ რა. ამ მთელი მუღამი ამის ცოდნის ის არის, რომ მაგალითად scale-ი. რას ნიშნავს scale-ი? ბრახტა უცებ დაგჭირდა რაღაც ობიექტის გაზრდან, შემცირება, დაპატარავება და ასე შემდეგ. ხო და მთელი მუღამი ამ basic-ების და ერთი შეხედვით უმარტივესი რაღაცეების ცოდნის ის არის, რომ როდესაც რთულ თემებზე და პროექტებზე მოგვიწევს მუშაობა და მაგალითად რაღაც პატარა დეტალის შეცვლა გვინდა, გაზრდა, ასე შემდეგ, დაპატარავება. ყველაფრის საფუძველი არის აი ეს უმარტივესი ოფშენები რა, პარამეტრები მაგალითად. და ეს რო უკვე იცი, როცა ბაზა იცი როგორ მუშაობს, ყველაფერი მარტივდება. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია Google-ში შეხვიდე, ინტერნეტში შეხვიდე, რაღაცები მოძებნო, წერას როგორ თქვი, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, ვერც მე წარმოვედგინა, იმდენი დრო ჭირდება მაგის ძებნას. და როდესაც საფუძვლები იცი და რაღაც რთული პროექტი უნდა გააკეთო, რომელიც არ იცი რეალურად. მაგრამ დაგუგლავ, დროს აღარ კარგავ აი scaling-ის ძებნაში მაგალითად რა, რომელიც შეიძლება მთელი დღე წაიღოს. ზოგჯერ ძალიან მარტივი რაღაცის ცვლილება იწვევს ძალიან დიდ ცვლილებას. სწორედ ამიტომ გავიაროთ ესენი ნელ-ნელა ყველაფერი განვიხილოთ. 1000 ჯერ განვიხილოთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტჯერ გავებეროთ, უფრო უკეთესად დაგვამახსოვრდება. პირველი არის angular point. რომელიც არის angular point-ი ქვია მოკლედ რა ამას ჩემ ენაზე. რა არის angular point-ი? ზუსტად იგივე რაღაცაა რაც ვიდეოში. მასათა ცენტრი, ასე ვთქვათ. ეს არის წერტილი, რომლის ირგვლივაც ყველაფერი მოძრაობს. თუ ყველანაირი ცვლილება ეს იქნება ტრიალი, ბზრიალი და ასე შემდეგ, ყველანაირი ცვლილება მაგის ირგვლივ მოქმედებს, ეს ვიცით უკვე. თუ ძალიან შეგვეშალა რაღაცა, ჩვენ შეგვიძლია ამ ეფექტზე მარჯვენა ღილს დავაჭირო და reset ეგრევე. Position-ი ასევე ზუსტად იგივე რაც ვიდეოს შემთხვევაში. ამ ლეიერის შემთხვევაშიც ლეიერი ნიშნავს მოკლედ ფორმას რა. ამ ლეიერის შემთხვევაშიც შეგვიძლია ესე შევცვალოთ მარტივად. ქვევით ძევით. ამ ეტაპზე 2D ფიგურები არის შესაბამისად, ხოლო ორ სივრცეში შეგვიძლია მათი პოზიციის ცვლილება. ეს არის X-ი და Y-ის თემა არის. რა ქვია იმას კაცო? საკოორდინატო სიბრტყე რო ისწავლეთ მათემატიკაში ძალიან დიდი ხნის წინ. აი სად გავგვადგა. მოკლედ ეს არის საკოორდინატო სიბრტყე X-ი და Y. შესაბამისად ეს დავარესეტავთ, იმიტომ რომ საშინელებები გავაკეთეთ. Scaling-იც ზუსტად იგივე არის, რაც ვიდეოში. ეს არის ფორმის ცვლილება. კი არა და ზომის რა. ანუ და upscale-ი და downscale-ი. ამ პროგრამის ენაზე. ანუ გაზრდა და შემცირება. დავარესებოთ. ეს სიტყვა, რომელიც angular point-ზე რთული წარმოსათქმელია, არის skew, არ ვიცი. და ირას შვება. ძალიან მაგარად შვება. ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ რაღაცნაირ უაზრო ფორმას აძლევს ჩვენს ობიექტს რა. შეგვიძლია ცოტა გავაბრტყელოთ, ვითომ წამოწოლილი არის. ნახეთ როგორ ეთყობა. თითქოს გადავარნილია ხო იქით? და მეორე მხარეს გადმოვაგდოთ რა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. დავარესებოთ ესეც, ცოტა ხანი შავი ბექგრაუნდი წავშალოთ.
მეორის დაახლოებით იგივე არის QXS, X-ის, რომელსაც შეუძლია აი ესეთი რაღაცის გაკეთება. რატო არ ეკეთებს ახლა ვერ ხვდები? აჰა, აი დებილი რო იქნები ადამიანი. მოკლედ ზედაც Q უნდა იყოს ოდნავ შეცვლილი, რომ ქვედა მუშაობა დაიწყოს. გილოცავთ ჩვენი შეძველით. აი ამაშია საქმე, მოკლედ 1000-ჯერ უნდა გაიმეორო რა. ეს ძალიან მარტივი მაგალითად აი ვერ გავიგე რატო არ იცვლიდა ფორმას და ელემენტარული დამავიწყდა რომ თურმე ზედაც უნდა შეიცვალოს ჯერ. და ეს არის ამის ქვესიმრავლე, მოკლედ. ოდნავ რო შეიცვლება, მერე უკვე შეგვიძლია რომ ესე ვითომ წყალში აგდია ეს სამკუთხედი, ესეთი ეფექტი მივცეთ. კაი დავარესეტოთ ეს ორი უაზრობა ერთი წუთით. შემდეგი არის position-ი, კი არა და body-ში rotation-ი, რომელიც ზუსტად იგივეა რაც ვიდეოზე, ანუ ამას შეუულია ტრიალი. და ბოლო არის opacity, რომელიც გულისხმობს რამდენად ჩანს ეკრანზე ეს სამკუთხედი. 0-ზე საერთოდ არ ჩანს, 100-ზე ძალიან კარგად ჩანს. მოკლედ ესენი რო ვიცით, ვართ ერთი ნაბიჯით წინ. შემდგომ ვიდეოში გამოგვადგება, როცა პატარა ანიმაციას დავადებთ.